საერთოდ, როდესაც ვეფხისტყაოსანზე იწყება ხოლმე საუბარი, ხო? ხშირად სვამენ ადამიანები კითხვას, თუ ვინ უნდა მივიჩნიოთ ვეფხისტყაოსნის მთავარ პერსონაჟად. ავთანდილი თუ ტარიელი. ახლა ეს შეკითხვა ერთი მხრივ თითქოს ლოგიკურია, იქიდან გამომდინარე თუ რა დატვირთვის პერსონაჟია ვეფხისტყაოსნის მიხედვით ავთანდილი. და თითქოს რაღაც ტარიელი მეორე პლანზე არის გადაწეული, რადგან ყველა ამბავს ავთანდილი არკვევს, ყველა ადგილას ავთანდილი მიდის, თუმცა ნუ აქ დავარა საკვირველი არ შეიძლება, რადგან ვეფხისტყაოსნის მთავარი პერსონაჟი, ვეფხისტყაოსნის პროტაგონისტი ნამდვილად არის ტარიელი, რადგან ტარიელია ვეფხისტყაოსანი პერსონაჟი, ტარიელის ამბის გარშემოა შექმნილი მთელი ამბავი ვეფხისტყაოსნისათვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ინდოეთში წარმოქმნილი პრობლემები არის ის პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას ვეფხისტყაოსნის გმირთა მიერ და ამდენად რასაკვირველია, ტარიელია ვეფხისტყაოსნის მთავარი პერსონაჟი სიუჟეტური გაგებით. თუმცა ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ კომპოზიციის ცნება. ჯერ ვთქვათ, ხო, კომპოზიცია ორი სიტყვით, ეს არის ნაწარმოების აგების არქიტექტურა. როგორ უნდა დაუკავშირდეს ესა თუ ის ამბავი ერთმანეთს, ისე რომ რაც შეიძლება ლამაზი და ბუნებრივი გამოვიდეს. კომპოზიცია ეს არის ნაწარმოების აგების მეთოდი. კომპოზიციურად ჩვენ შეიძლება გავბედოთ და ვთქვათ, რომ ვეფხისტყაოსნის მთავარი პერსონაჟი კომპოზიციური პერსპექტივიდან შეიძლება იყოს ავთანდილი. როდესაც კომპოზიციაზე ვლაპარაკობთ, სწორედ ამაში არის საქმე, რომ ავთანდილი ეს არის პერსონაჟი, რომელიც გამჭოლი პერსონაჟია ვეფხისტყაოსანში, იგი ინაცვლებს აბსოლუტურად ყველა სივრცეში ვეფხისტყაოსნისა და ამდენად იგი კომპოზიციურად კრავს თავის სხეულზე იწებებს ყველა ამბავს და კრავს მთელ ამბავს ერთ წერტილში. მთელ ამ დაბნეულობას, მთელ ინფორმაციას ავთანდილი აგროვებს და მოაქვს ერთ წერტილში და თავს უყრის ერთ წერტილში, სადაც ვეფხისტყაოსნის მთავარი კონფლიქტი, რომელიც იწყება ინდოეთში და რომელიც დაკავშირებულია ტარიელთან და ნესტანთან, ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად არსებულ მთავარ ინფორმაციებს აგროვებს ავთანდილი. ამდენად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ვეფხისტყაოსანს სიუჟეტურად რასაკვირველია ყავს მთავარი გმირი ტარიელი, ხოლო კომპოზიციურად მას მთავარ გმირად შეიძლება მოგვევლინოს ავთანდილი. სანამ უშუალოდ ავთანდილზე გადავალთ, რახან ვეფხისტყაოსნის კომპოზიციაზე ვსაუბრობთ, საერთოდ შევეხოთ ლიტერატურულ ნაწარმოებთა კომპოზიციას. ეს მაგალითად სკოლებშიც ისწავლება ჩვენთან, როგორ იგება საერთოდ ლიტერატურული ნაწარმოებები. ეს არის შესავალში, ნაწარმოების შესავალში ჩვენ ვიგებთ ხოლმე მთავარ გმირებს ვეცნობით და ვიგებთ მთავარ პრობლემას. ლიტერატურული ნაწარმოების შესავალში ჩვენ ავტორები გვიყვებიან სად ხდება მოქმედება, რომელ ეპოქაში მიმდინარეობს მოქმედება. ხოლო შემდგომ ნაწარმოების რაღაც ეტაპზე ხდება კვანძის შეკვრა, ანუ კონფლიქტის წარმოქმნა, რომელიც მერე აღწევს დაძაბულობის უმაღლეს წერტილს, რომელსაც ჩვენ ლიტერატურაში უწოდებთ კულმინაციას და კულმინაციის შემდგომ უნდა დაიწყოს კონფლიქტის განეიტრალება, პრობლემის მოხსნა, საბოლოოდ როცა პრობლემა გადაიჭრება, ხდება კვანძის გახსნა და მერე დასასრული. ამ პერსპექტივით ვეფხისტყაოსანში ჩვენ გვაქვს რამდენიმე შესავალი, რამდენიმე სიუჟეტის განვითარება, რამდენიმე კვანძის შეკვრა, რამდენიმე კულმინაცია და რამდენიმე კვანძის გახსნა. პირველი, ესე იგი, შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ამბავი როსტევან არაბთა მეფისა ამ წერტილიდან დაუშვათ ტარიელის ამბის თხრობამდე ჩვენ გვაქვს ერთი სიუჟეტი ვეფხისტყაოსანში, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ავთანდილისგან ტარიელის ძებნის ამბავი და აქ ჩვენ გვაქვს ცალკე შესავალი, სადაც ვეცნობით არაბეთს და არაბეთში მოქმედ გმირებს, მერე გვაქვს მაგალითად კვანძის შეკვრა, იქ სადაც როსტევანი და ავთანდილი წააწყდებიან უცხო მოყმეს და ჩნდება კონფლიქტი. გვაქვს ამის კულმინაცია, როდესაც ავთანდილი სამწლიანი ძებნის შემდგომ იმედგადაწურული ავთანდილი დაინახავს შავ ცხენზე ამხედრებულ ტარიელს და აქედან იწყება აი ამ კულმინაციიდან იწყება აი ამ წარმოქმნილი პრობლემის განეიტრალება და კვანძის გახსნა ხდება იქ, სადაც ავთანდილი და ტარიელი ერთმანეთს შეხვდებიან. ეს თითქოს ერთი ცალკე დამოუკიდებელი ამბავია ვეფხისტყაოსანში, მაგრამ
აქ ერთმანეთის კვეთს ორი ამბავი, როდესაც თითქოს ავთანდილის მიერ ტარიელის ძებნით უნდა დასრულდეს და გაიხსნას კვანძი, აი სწორედ ამ ამბავში შიგნით იწყება მეორე კვანძის შეკვრა, როდესაც ტარიელი იწყებს თავისი ამბის მოყოლას. აქაც გვაქვს ცალკე შესავალი, სადაც ტარიელის თხრობაში ვეცნობით მაგალითად ინდოეთის ერთ-ერთი სამეფოს მეფეს ტარიელის მამა სარიდანს, ვეცნობით ფარსადანს, მათი ურთიერთობები არის შესავალი, როდესაც სარიდანი გადაწყვეტს, რომ გადასცეს თავისი სახელმწიფო ფარსადანს, აქ ხდება კვანძის შეკვრა, ან შეიძლება კვანძის შეკვრა მოხდეს მაგალითად იქ, სადაც სარიდანი გარდაიცვლება და ტარიელი ადის ტახტზე, ან ტარიელის მიერ ნესტან-დარეჯანის ნახვით და დაბნედით შეიძლება ხდებოდეს კვანძის შეკვრა. გვაქვს კულმინაცია, როდესაც ტარიელი კლავს ხვარაზმელ უფლისწულს და ამ ამბის განეიტრალება არის საბოლოო ჯამში, ამ ამბის კვანძის გახსნა არის საბოლოო ჯამში ვეფხისტყაოსნის დასასრულიც. აქ კიდევ შეგვიძლია ბევრი ასეთი პლასტი გამოვყოთ, ბევრი კონფლიქტი შეიძლება ვიპოვოთ ვეფხისტყაოსანში, მაგრამ ეს ორი ძირითადი ამბავი გვაქვს კომპოზიციურად ჩვენ ვეფხისტყაოსანში. პირველი ახლა რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ ჩვენ, ავთანდილი ეს არის იდეალური პერსონაჟი. მეორე მსგავსი არათუ ქართულ ლიტერატურაში, მსოფლიო ლიტერატურაშიც ძალიან რთული საპოვნელი იქნება. რა ტიპის პერსონაჟია ავთანდილი? ავთანდილი არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ხშირად ადარებენ ხოლმე ოდისევს. და ახლა ჩვენც მივყვეთ აი ამ ნაბიჯ თუ როგორ შეიძლება ავთანდილი შევადაროთ ოდისევს, ხო, აი მსოფლიო ლიტერატურის ამ ძალიან მნიშვნელოვან პერსონაჟს. რითი გავს ავთანდილი ოდისევს? პირველი, როგორც ოდისევსისათვის, ასევე ავთანდილისათვის მთავარი იარაღი არ არის ფიზიკური ძალა. მთავარი იარაღი არის გონება. რა ფაქტები შეგვიძლია გქონდეს ახლა ჩვენ ვეფხისტყაოსანში იმისათვის, რომ ავთანდილის მთავარი იარაღი გონებაა და არა ძალა. პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რომ ავთანდილი არის არაბეთის მხედართმთავარი. მაგრამ სანამ ავთანდილი არ წააწყდება ნესტან-დარეჯანის პოვნის გზაზე ვაჭრებს, რომლებიც მან უნდა გადაარჩინოს ასე ვთქვათ, მეკობრეთა თავდასხმისაგან, ფაქტობრივად ჩვენ ვერსად ვერ შევხვდებით ავთანდილის საბრძოლო ხელოვნებას. მას არ უწევს ბრძოლა. ავთანდილი არის ადამიანი, რომელიც იმდენად კარგად ფლობს სამყაროს გონებრივი თვალით, რომ მას საერთოდ არ უწევს, ის ვერ ხვდება, არ ხვდება ისეთ სიტუაციაში, სადაც მას ფიზიკური ძალით მოუწევს პრობლემის გადაწყვეტა. ავთანდილის გონიერება ვლინდება განსაკუთრებით იქ, სადაც წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. ავთანდილი, როდესაც წავიდა ტარიელის საძებნელად, ავთანდილმა ამ მოგზაურობით დათმო თითქმის ყველაფერი, რაც გააჩნია. დათმო საყვარელი ქალი. დათმოს როცა ვამბობ, ვგულისხმობ იმას, რომ როგორც უკვე ვთქვით, იგი მიდის ურთულეს მოგზაურობაში, რომლიდანაც შეიძლება ცოცხალი ვეღარც დაბრუნდეს, ამიტომ იგი ყველაფერს სასწორზე დებს. დებს საყვარელ ქალს, დებს ქვეყნის მხედართმთავრობას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დებს არაბეთის მეფობასაც. ესე იგი, ავთანდილი არის ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში მიაღწია ყველაფერს. ეს არის იდეალური პერსონაჟი, რომელსაც პირველ მოგზაურობამდეც კი აბსოლუტურად ყველაფრისთვის აქვს მიღწეული და მიუხედავად ამისა, იგი მაინც გადაწყვეტს, გადაეშვას წუთისოფლის მორევში, შეეჭიდოს ამ პრობლემებს, სიკეთისა და ბოროტების ურთიერთობის გზას დაადგეს, ბრძოლის გზას დაადგეს და აი ამ გზით იგი გახდეს კიდევ უფრო დიდი გმირი, ვიდრე დაუშვათ მოგზაურობის დაწყებამდეა. სად ჩანს ავთანდილის გონიერება, ამას ვამბობდით ჩვენ, ხო? აი სწორედ ის, რომ კაცმა ყველაფერი დათმო და წავიდა ტარიელის საძებნელად, მას აქვს 3 წელიწადი. 3 წლის თავზე ავთანდილს აქვს დაბარებული თავისი ვეზირი შერმადინისათვის, რომ თუ იგი 3 წლის თავზე არ დაბრუნდება, მაშინ შერმადინმა მეფეს უნდა შეატყობინოს ავთანდილის გარდაცვალების შესახებ, რაც ავთანდილისთვის უკვე უზარმაზარი პრობლემაა, იმიტომ რომ თუ კი იგი 3 წელიწადში ვერ იპოვის უცხო მოყმეს და დააგვიანებს არაბეთში დაბრუნებას,
მეფეს შეატყობინებენ, რომ ავთანდილი გარდაიცვალა, მერე უკვე როგორი დასაბრუნებელი არის არაბეთში, ხო? და გარდა ამისა, თუ მაგალითად ვერ იპოვა და კი დაბრუნდა 3 წელიწადში, მაგრამ ვერ იპოვა მან უცხო მოყმე, მაშინ ჯერ ერთი ის ხელმოცარული დაბრუნდება, რაც რაინდისთვის ძალიან დიდი სირცხვილია, ასე ვთქვათ, და მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას დაავალეს იმ უმნიშვნელოვანესი ფილოსოფიის გამართლება, რომელიც თინათინის პირიდან გაისმა, ხო, ბოროტიცა რადგან შეექმნა კეთილისა შემოქმედსა და რომ კეთილი ყოველთვის დაამარცხებს ბოროტს, ბოროტსაც ძლია კეთილმან არსება მისი გრძელია, ეს უნდა გამართლდეს ავთანდილის მოგზაურობით. თუ ეს არ გამართლდება, მაშინ უკვე არაბეთის არსებობა აზრს კარგავს, იმიტომ რომ უკვე ის მშვიდობა და ის სიმაღლე, რომელიც არაბეთს გააჩნია, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ესე იგი, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ავთანდილზე. აქედან გამომდინარე, კაცი ყველაფერს წირავს ტარიელის მოსაძებნად. 3 წელიწადი ეძებს. რუსთაველი გენიალური პოეტია, ამას ახლა არც სჭირდება შეხსენება, მაგრამ რუსთაველი გენიალური არის ლაკონიურობაშიც. ის არ ცდილობს გადაგვღალოს ზედმეტი და არასაჭირო აღწერებითა და ინფორმაციებით. ავთანდილის მოგზაურობა ძალიან მოკლე და აქვს მოჭრილი და ესეთ როგორ თქვა, ესეთ გრძნობას გვიტოვებს, რომ თითქოს დიდი დრო გავიდა. რაღაცნაირად, მაშინ როდესაც სულ რამდენიმე სტროფში განლევს 3 წელიწადს ავთანდილის მოგზაურობისა და 3 თვემდე დაიყვანს ამ ავთანდილისთვის მიცემულ დროს. ესე იგი, იქ ჩვენ გვიწერია ეგეთი რაღაცა, რომ ახალმან ფიფქმა დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა. ეს ერთი მხრივ მიანიშნებს იმას, რომ ავთანდილის ცრემლმა მისი ვარდი, ესე იგი, ეს დათრთვილა, თეთრი კვალი დაამჩნია, ეს ტარიელთანაც გვაქვს ჩვენ, როდესაც იქ არის საუბარი, რომ ცრემლსა ვარდი დაეთრთვილა გულსამ დუღრა დანატირსა, უყვარს ეს სახე რუსთაველს, რომ თითქოს ისეთი მარილიანი ცრემლებით ტირიან ვეფხისტყაოსნის გმირები, რომ მათი ცრემლი თეთრ კვალს ტოვებს მათ სახეზე. მაგრამ, როდესაც თან წერია ახალმან ფიფქმა დათოვა ვარდი დათრთვილა დანასა, ეს რაღაცნაირად ისეთ განწყობასაც ქმნის, რომ თითქოს ახალი ფიფქი, ანუ სხვა ფიფქიც ყოფილა უკვე და იმდენი დრო გავიდა, რომ ერთხელ მოთოვა გადდა და ახლა ახალი ფიფქი მოდის. ამდენი დრო გავიდა. ესეთი ამბავია მოყოლილი და 3 თვემდე მიიყარა მოკლედ ავთანდილისთვის მიცემული ვადა. და წარმოიდგინეთ თქვენ ავთანდილის შინაგანი განწყობა. როდესაც ყველაფერი დათმე. მთელი შენი მომავალი, მთელი არაბეთის მომავალი დამოკიდებულია აი ამ კაცის პოვნაზე, ანუ შენს მონდომებაზე. და ვერაფერს აკეთებ. 3 თვე გაქვს დარჩენილი და უკვე ავთანდილი იმ ფიქრში არის წასული, რომ დაბრუნდეს თუ განაგრძოს ძიება. და აი ამ დროს იგი წააწყდება ხატაელ ძმებს, რომლებიც ეტყვიან, რომ შეხვდნენ შავ ცხენზე ამხედრებულ კაცს, რომელმაც ესე იგი მაჯის სიმსხო მათრახით მათი ერთ-ერთი ძმა დაკოდა თავის არეში დაჭრა. და ავთანდილი მიხვდება ვისთანაც აქვს საქმე და დაინახავს, ესე იგი, შორეულ გზაზე მიმავალ ტარიელს და სასწრაფოდ გამოედევნება უკან, მაგრამ აი აქ არის ჩემი აზრით რუსთველის გენიალური მიგნება, როგორ უნდა მოიქცეს გმირი, ავთანდილის ტიპაჟის გმირი. უყურეთ რას აკეთებს. ნებისმიერი ადამიანი ასეთ სიტუაციაში, როდესაც ამდენად დიდი სურვილი გაქვს იპოვო ვიღაც, რომელზეც ამდენი რამეა დამოკიდებული, 3 წელიწადი ეძებდა, როგორც იქნა დაინახავ, ძალიან რთული არის აქ მოთოკო ადამიანმა ემოციები და ყვირილი არ დაიწყო. ძახილი არ დაუწყო ამ ადამიანს, ვისაც ამდენი წელიწადი ეძებ, რომ იქნებ ეს უკანასკნელი შანსი მაინც გამოიყენო და თვალიდან არ დაგეკარგოს, მაგრამ ავთანდილი ამას არ აკეთებს. ნახეთ, როგორი ცივი გონების ადამიანია ავთანდილი, როგორი რაციონალურია.
იმ წუთში მიხვდა, გაიხსენა ყველაფერი, იმ წუთში გაანალიზა მთელი სიტუაცია და მიხვდა, რომ ტარიელი, ანუ აი ის უცხო მოყმე, რომელსაც ის ეძებს, არის ისეთი ადამიანი, რომელსაც მაინც და მაინც ადამიანების დანახვა არ უყვარს. მან უკვე ორი გამოცდილება აქვს. ერთი იქ, როდესაც არაბეთში იგი წყლის პირას იჯდა და როსტევანის მონები მიუახლოვდნენ, არის სურვა ადამიანებთან ურთიერთობა და მათ ჩხუბი აუტეხა და ომი აუტეხა. მეორე აგერ ეს ხატაელი ძმები, რომლებიც ეუბნებოდნენ ავთანდილს, რომ ჩვენ უბრალოდ დალაპარაკება გვინდოდა მასთან და ასეთ დღეში ჩაგვყარა. დავთანდილი ხვდება, რომ ამ კაცთან პირდაპირ მისვლა და მიჭრა არ იქნება, მაინდა-მაინც გონივრული საქციელი, იმიტომ რომ ავთანდილი ამბობს, რომ ანუ მოკლა, ანუ მომკლას არ იქნების საქმე სრულად. ავთანდილს დავალებული აქვს, რომ შეიტყოს ტარიელის თავგადასავალი და ჩამოიტანოს არაბეთში. არაბეთში ეგ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი არის. თინათინი მას ავთანდილს იმას კი არ ავალებს, რომ ეს კაცი მოიყვანოს. მათ ეს კაცი კი არ სჭირდებათ. მათ სჭირდებათ ამბავი, ინფორმაცია მნიშვნელოვანი. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის ტარიელის, ანუ ამ შემთხვევაში უცხო მოყმის, აი ამ მდგომარეობაში ყოფნის მთავარი მიზეზი. იმისათვის, რომ არაბეთმა თავი დაიზღვიოს ამისაგან. ესაა მისი მთავარი მიზეზი, თორემ ის, რომ ავთანდილი მერე ტარიელის დასახმარებლად უნდა მეორედ გაემგზავროს, ეს უკვე ავთანდილის გადაწყვეტილებაა და არა თინათინის თავდაპირველი დავალების მიზანი. ახლა დავაკვირდეთ, ხომ? რამხელა ემოცია მოთოკა ავთანდილმა. აი სად არის მისი წარმოუდგენელი გონიერება. ხშირად რუსთველოლოგიურ ლიტერატურაში შეხვდებით ხოლმე ასეთ ტერმინს, რომ ავთანდილი ეს არის საუკეთესო საშუალე. მაგალითად ელგუჯახინთიბიძის ნაშრომებში ხშირად არის ხოლმე საუბარი რუსთველოლოგიაში და ვეფხისტყაოსანში არსებულ საუკეთესო საშუალის კონცეფციაზე. საუკეთესო საშუალის კონცეფცია ეს არის არისტოტელესეული ფილოსოფია, როდესაც ორი უკიდურესი არჩევანი უდგას ადამიანის ცხოვრებაში, როგორც მაგალითად ავთანდილს, რომ ან უნდა მიეჭრას ამ კაცს და დაუშვათ რაღაცა მიეახლოს და მივარდეს, ან უნდა თავი დაანებოს. აი ამ ორ უკიდურესობას შორის, რომელიც ორივე საქმის გაფუჭების მიზეზი შეიძლება გახდეს, არისტოტელე ამბობს, რომ უნდა ამოირჩიოს საუკეთესო საშუალო. ამ ორს შორის უნდა არსებობდეს კიდევ გამოსავალი. აი ეს საუკეთესო საშუალი არის ავთანდილის გონიერება, სწორედ, როდესაც იგი არც მიეჭრება ტარიელს, არც თავს დაანებებს, არამედ ჩუმად უკან გაყვება და ხეზე ამძვრალი უთვალთვალებს იმ სიტუაციას, რომ შეისწავლოს როგორია ავთანდილის მდგომარეობა, ყოფიერება, რომ იქიდან გამომდინარე გააკეთოს არჩევანი თუ როგორ მოიქცეს ტარიელთან დაკავშირებით. უკან გაყვება და დაინახავს, რომ გამოქვაბულის პირას მივა ტარიელი. აი ეს არის მისი მაგალითად ოდისევსური თვისება, აი ეს გონიერება. კიდევ სად ჩანს ავთანდილის გონიერება? როდესაც იგი მოისმენს ტარიელის მიერ მოყოლილ მთელ ამ თავგადასავალს, ინდოეთის ამბებს, მისიდან ესტანდარეჯანის სიყვარულს, ავთანდილი მომენტალურად დასევდიანდება რასაკვირველია ტარიელის აი ამ განსაცდელით, მაგრამ ამავდროულად ავთანდილი მომენტალურად იწყებს ტარიელის მოტივაციას. მისი მთელი დიალოგი, თქვენ თუ კიდევ ერთხელ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ეს არის, ესე იგი, უიმედოდ დარჩენილი კაცის, ასე ვთქვათ, ამ ქვეყნად მობრუნების მთელი ფილოსოფია. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აქტია ავთანდილის მიერ ტარიელის მიმართ გაღებული სიტყვები, მას შემდეგ რაც მის ამბავს მოისმენს. ესეც წარმოუდგენელი გონიერება ავთანდილისა. ავთანდილის გონიერება რასაკვირველია მდგომარეობს იმაშიც, რომ როდესაც იგი ნახეთ, როდესაც იგი დაბრუნდება არაბეთში და ისევ წამოვა ტარიელის დასახმარებლად, იგი ტარიელს ნახავს ლომვეფხთან ნაომარი, როგორ გდია მიწაზე და ტარიელი უკვე აღარ არის თითქოს ამ ქვეყნად ყოფი ადამიანი და ის ეუბნება კიდევაც ხო ავთანდილს, რომ დამანებე რომ მე ესე იგი იმ ქვეყნად მივდივარ უკვე და ავთანდილი ხვდება, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის არგუმენტის თქმას არანაირი აზრი აღარ აქვს. მით უმეტეს ჩერნესტანდარეჯანის ამბავი არ გარკვეულა, რომელიც ტარიელს ამ ქვეყნად დააბრუნებს. ხო და ნახეთ რას აკეთებს, როგორ არაჩვეულებრივ ხერხს იყენებს ავთანდილი.
ტარიელს ეტყვის რომ კი ბატონო, მაგრამ მე ახლა რახან ამდენი გავიღე შენ გამო, ხო, ქვეყანა მივატოვე, ერთი თხოვნა შემისრულე. შეჯექი ცხენზე, რომ ხედრად დაგიმახსოვრო. ეუბნება ავთანდილი ტარიელს და ტარიელი შეჯდება ცხენზე, შეასრულებს ავთანდილის თხოვნას და იქ წერია რომ რუსთაველი ამბობს რომ იცოდაო რომ ჯირითი კაეშანს მოაქარვებდა. ესე იგი, როდესაც ცხენზე შეჯდება ადამიანი და ავთანდილი გააჭენებს თავის ცხენს და ტარიელიც გაეკიდება, იქ რასაკვირველია უკვე ყოველგვარი ფიქრის სიკვდილზე დავიწყებას მიეცემა. აი ასეთი გონიერი პერსონაჟია. ესე იგი, ავთანდილის იარაღი გაუმკლავდეს სამყაროსეულ და წუთისოფლის ამ საწუთროს პრობლემებს, მთავარი იარაღი არის გონიერება. განსხვავებით ტარიელისგან, რომელიც მუდმივად ფიზიკური ძალით არის აქტიური, ხო და გრძნობების კაცია, ხო? აი ესეთი ტიპი არის ავთანდილი. ახლა კიდევ მისი ოდისევსობის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ როგორც ოდისეაში ეს ამბები სულ ოდისევსის თვალწინ ხდება, ვეფხისტყაოსნის ყველა ამბავი ავთანდილის თვალწინ ხდება. იქ არის ერთი პატარა მომენტი მხოლოდ, რომელსაც ავთანდილი არ ესწრება, როცა იგი შერმადინს თხოვს უშუამდგომლოს მეფესთან და ეს პატარა მომენტია, როცა მეფე შეიტყობს ავთანდილის ხელახლა გაპარვას. იქ არ არის ავთანდილი, რომ უშუალოდ ავთანდილის თვალწინ არ ხდება, ეს რუსთველური თხრობა არის, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი ხდება ავთანდილის თვალწინ. ავთანდილის წარმოუდგენელი მიხვედრილობა და გონიერება მჟღავნდება კიდევ იცით რაში, რომ ავთანდილი ეძებს ნესტანს. ესე იგი, მან უნდა იპოვოს ბოროტების მიერ ხელში ჩაგდებული მთავარი ღირებულება. ნესტანი და ხვდება, რომ ნესტანის ძიების ამბავი ჩიხშია შესული. ესე იგი, ნესტანს უკვე რამდენი ხანია ეძებს ტარიელი თავის მონებთან ერთად, ხო? თავიდან ტარიელის მონები ყავდა, ვინც მასთან ერთად ეძებდა, ხო? ასევე მაგალითად ტარიელი გადააწყდა ფრიდონს, ეს ამბავი იცის ავთანდილმა უკვე, ფრიდონმა ეცადა ნესტანის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ხელი მოეცარა. ტარიელის ძებნის პირველი წელიწად რუსთაველს არ აქვს აღწერილი დეტალურად კი არა. ძალიან ზედაპირულად არის ნაწარმოებში მოცემული, მაგრამ ახლა ჩვენ რა ეს უბრალოდ სტრიქონებს შორის კითხვა დავიწყოთ, ახლა რა თქმა უნდა მატერიალურად რო გადმოვიტანოთ რეალობაში ავთანდილის მიერ ტარიელის ძებნის პროცესი, ალბათ რამდენ ადამიანს ესაუბრა, რამდენ სამეფოში მივიდა, რამდენ უცხო ადგილას იარა და არანაირი ინფორმაცია ნესტან დარეჯანის შესახებ, არც იცოდა რა თქმა უნდა რომ ნესტან დარეჯანი უნდა ეპოვნა, მაგრამ ხო შეიძლება შემთხვევით გაეგო რომ აი რაღაც დაკარგულია ასეთი ქალი სადღაც რომელიმე სამეფოში მოვიდა და ასე შემდეგ, მაგრამ არა, ეს ინფორმაციები არსად არ არის. ესე იგი, იგი ხვდება რომ აი ამ კლასში, ასე ვთქვათ, აი ამ სამეფო საგვარეულოებში და სამეფო კლასში ეს ამბავი არ არის. ინფორმაცია არ მოიძებნება აქ. და თითქოს რაღაცნაირ ინტუიციურად და ბედის წერითაც იგი მიადგება ვაჭრებს, მაგრამ როცა ეს ვაჭრებს შეხვდება, იმ წუთში თითქოს ავთანდილის გონიერება ხვდება, რომ აი ეს რაღაც ახალი საზოგადოება და საერთოდ შუა საუკუნეებში ეს ვაჭრები ახალი საზოგადოება არის. ახალ წარმოქმნილი ფენომენი არის და ვაჭრები არიან სულ სხვა ხალხი, რომლებიც სულ სხვა ადგილებში დადიან, სულ სხვა ხალხს ელაპარაკებიან, სულ სხვა ცნობიერების ადამიანები არიან და მათში შეიძლება იყოს რაღაც ინფორმაცია. და გაყვება ვაჭრებს და ჩავა ვაჭართა ქალაქში, სადაც იგი შეხვდება ფატმანს და რასაკვირველია შეიტყობს ნესტან დარეჯანის ამბავს, გაიგებს ქაჯეთის ციხის შესახებ და საბოლოოდ ამოხსნის ავთანდილი ამ ამოცანას. აი ესეც წარმოუდგენელი გონიერება ავთანდილისა, ხო? და რაც ყველაზე მთავარია ხა ავთანდილისა და ოდისევსის შედარებაში, რაც ეს გზა და მოგზაურობის ამბავი. როდესაც ახლა მაგალითად საუბრობთ ამაზე, რომ ესე იგი ავთანდილი ესეთი ოდისევსური ტიპის პერსონაჟია, ის როგორ არის ხოლმე, რომ
ქართველ მკითხველს რაღაცნაირად ეხამუშება ხოლმე, როდესაც დაუშვათ ვეფხისტყაოსნის გმირებს რაღაცა სხვას შევადარებთ, მაგრამ ეს უნდა იცოდეს მკითხველმა, რომ საერთოდ სოფლიო ლიტერატურა ასე იქმნება. ეს რაღაცნაირი ისეთი დაგეგმილი პროცესი კი არ არის, არამედ იმისათვის, რომ დაუშვათ კარგი მწერალი და დიდი მწერალი გახდე, ამისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რასაკვირველია, კარგი მკითხველი იყო და როდესაც ადამიანი სოფლიო ლიტერატურას ეცნობა, ეს პერსონაჟები და გმირები, ეს იდეალური ხასიათები თავის დაუნებურად ინაცვლებს ჩვენში და როდესაც ჩვენ ახალ გმირებს ვქმნით, მერე რასაკვირველია ეს გმირები იქმნებიან იმ უკვე ჩვენ მიერ შესწავლილი გმირების ხასიათებიდან, ამიტომ ეს საერთოდაც არ არის გასაკვირი და საერთოდაც არ არის გასაოცარი ამბავი. მაგრამ ახლა დავაკვირდეთ ჩვენ ვეფხისტყაოსნის სხვა გმირებსაც, ხო? თუ ავთანდილი არის ოდისევსური ტიპის პერსონაჟი, ტარიელიც გამოდის ერთ-ერთი ანტიკური პერსონაჟი, ის ძალიან წააგავს აქილევსს. წააგავს იმითი, რომ აქილევსი არის სწორედ ასეთი გრძნობიარე და მრისხანე პერსონაჟი. გაიხსენეთ, ხო, ილიადა საერთოდაც აქილევსის მრისხანებით იწყება. ილიადას მთელი ამბავი, რომელიც აღწერილი არის ეს 10 წლიანი ომის ბოლო დღეები, ეს ამბავი იწყება იმით, რომ აქილევსი განრისხდა იმის გამო, რომ მას წაართვეს თავისი ქალი. ასეთი მრისხანებები ახასიათებს ტარიელს. ტარიელი არის ასეთი ტიპის პერსონაჟი, ემოციური გმირი, ემოციური შინაგანი სამყაროთი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტარიელისა და ავთანდილის ურთიერთობა გავს ოდისევსისა და აქილევსის ურთიერთობას, რადგან ოდისევსი თავისი გონიერებით არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია დააცხროს ის ცეცხლი, რომელიც აქილევსის მრისხანე ბუნებაში ენთება ხოლმე და ავთანდილიც არის ერთადერთი, რომელმაც მოახერხა ტარიელი ჯერ ეპოვნა, მერე ესე ვთქვათ, მიეკარებინა ტარიელს სხვა უცხო ადამიანი, მოეყოლა მისთვის ეს თავგადასავალი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ავთანდილი არის ერთადერთი, რომელიც ახერხებს ტარიელი, ასე ვთქვათ, მოაბრუნოს ამ ცხოვრებაში და დააბრუნოს ამ წუთის ოფელში. ამითი ძალიან გავს ავთანდილი ოდისევსს, ხოლო ტარიელი აქილევსს და კიდე ერთი ძალიან მთავარი ამბავი, ხომ? აქილევსის სტიქია, ეს არის წყალი. და თუ დააკვირდებით ვეფხისტყაოსანს, ტარიელი მუდმივად წყლის პირას წარმოჩინდება ხოლმე. ჯერ ერთი მამამისის სამეფო, სარიდანის სამეფო წყლის ზღვისპირა სამეფოა, იმიტომ რომ ამირბარობა უბოძეს სარიდანს და მერე ტარიელს, იმიტომ რომ ეს საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელობას ნიშნავს უპირველესად, უბრალოდ ამირბარი ინდოეთში ჯარების მხედართმთავარსაც ნიშნავს. პირველად ტარიელს სწორედ წყლისპირას ვეცნობით, წყლისპირას არის ტარიელის გამოქვაბული, წყლისპირას იპოვის მას ლომბეფთან ნაომარს დაბნედილს ტარიელი, ავთანდილი. ესე იგი, ხშირია ტარიელისა და წყლის ურთიერთობა ერთმანეთთან და ეს სტიქია ტარიელს მართავს. ამითიც გავს იგი აქილევსს. და ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, მაგალითად, ისიც რომ თუ ტარიელი ოდისევსურია, აქილევსურია, თუ ესე იგი ავთანდილი ოდისევსურია, ხოლო ტარიელი აქილევსური, ნესტან დარეჯანიც წააგავს ძალიან ცნობილ პერსონაჟს ჩვენი კულტურისთვის, ძალიან მნიშვნელოვან ქალს და ნესტანი და მის წააგავს მედეას, მარტივად რო ვთქვათ, იმიტომ ორი უმნიშვნელოვანესი ქალი ქართული კულტურისათვის, რითი წააგავს ნესტანი მედეას. პირველ რიგში წააგავს იმ ექსცენტრიული ბუნებით, რომელსაც ნესტანი ავლენს. მედეასაც ასეთივე ექსცენტრიული ბუნება აქვს. სწორედ ასეთივე სიყვარულის გამო ტირავს ნესტან დარეჯანი თავის სამეფოს ინტერესებს და საფრთხეში აგდებს მამამისის სამეფოს კოლხეთს. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნესტან დარეჯანს ყავს მამიდა დავარი, რომელიც ვიცით ჩვენ, რომ არის ქაჯების ყოფილი დედოფალი, ხო? გათხოვილი იყო ქაჯეთში და მერე დაბრუნდა იგი ფარსადანის ან თავისი ძმის სამეფოში. და ის არის აღმზრდელი ნესტან დარეჯანისა. ქაჯი, ესე იგი, ის ნიშნავს გრძნეული. და სწორედ მედეასაც ყავს გრძნეული მამიდა, ჩვენთვის ძალიან ცნობილი ქალი კირკე.
ამით ის ძალიან გავს მედეას. ესე იგი, აქ მე უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ვეფხისტყაოსნის გმირები ყველაფერთან ერთად გვანან ანტიკური ლიტერატურის გმირებსაც. ავთანდილზე საუბრისას ჩვენ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ვახსენოთ რუსთაველის განსაკუთრებული დამოკიდებულება და განსაკუთრებული გულუხლობა ავთანდილისადმი. რუსთაველი ავთანდილისადმი სიტყვებს არ იშურებს ხოლმე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იგი ავთანდილს ახასიათებს ასე. ყმა სოფლისა ხასიათი. ეს ძალიან საინტერესო სიტყვებია. ესე იგი, გამოდის, რომ ავთანდილი ეს არის ადამიანი, რომელმაც აი ამ სამყაროს, აი ამ ღმერთის მიერ შექმნილ სოფელს სამყაროს შეუძლია რომ ხასიათი მისცეს და ხასიათი მიანიჭოს, ესე იგი იდეა ჩადოს მასში. ეს რა იდეა არის? ეს იდეა სწორედ ის სიკეთესა და ბოროტების ბრძოლის იდეა და ავთანდილი არის სწორედ აი ასეთი პერსონაჟი. ავთანდილი ეს არის მხსნელი პერსონაჟი. ავთანდილი არის რომელმაც იპოვა ამ გაჭირვებაში მყოფი ტარიელი, თუმცა ბოროტება მხოლოდ ავთანდილის ხელით ვერ დამარცხდება. ეს ძალიან საინტერესო არის. ამითი ავთანდილი გავს, ესე იგი, მხსნელს, ანუ ქრისტეს, ხოლო ტარიელი გავს ამითი კაცობრიობას. ავთანდილმა იპოვა ტარიელი, მაგრამ ტარიელმა თვითონ უნდა გამოიხსნას თავისი თავი. ავთანდილმა მთელი ინფორმაცია მოუპოვა ტარიელს. მაგრამ ახლა ტარიელმა თვითონ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისათვის, რომ აი ამ განსაცდელისგან თავი დაიხსნას, რომელშიც იგი ჩავარდნილია ინდოეთში მომხდარი ამბებიდან გამომდინარე და ასეც ხდება სწორედ. როდესაც საბოლოოდ ავთანდილი და ტარიელი ფრიდონთან და ფრიდონის ჯართან ერთად მიადგებიან ქაჯეთის სასახლეს, იქ თათბირი იმართება, თუ გახსოვთ, ავთანდილს, ფრიდონსა და ტარიელს შორის სამივე არაჩვეულებრივ სტრატეგიას წარმოადგენს, მაგრამ რუსთველი რას აკეთებს? რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ რუსთველმა უნდა დაგვანახოს, რომ სამივე სტრატეგია არაჩვეულებრივია, სამივე გამოვიდოდა სამივე იმდენად დიდი გმირია, რომ რასაკვირველია, ესე იგი, სამივე განახორციელებდა თავის სიტყვას, რაც სიტყვობდნენ, მაგრამ ტარიელის თათბირი უნდა გამოირჩეს. ტარიელის გზამ უნდა გაიმარჯვოს. ტარიელმა უნდა იხსნას თავის თავი. კაცობრიობამ უნდა იხსნას თავის თავი ბოროტებისაგან. ქრისტეს მოსვლით ჩვენ დავინახეთ, რომ ეს შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ჩვენ ისევ ჩვენივე თავი უნდა გამოვიხსნათ ბოროტებისაგან, ჩვენივე თავი უნდა გამოვიხსნათ საწუთროს განსაცდელებისაგან. და აი ეს არის ავთანდილის ეს ბუნება, რომ მან იპოვა ტარიელი, ეს არის მხსნელი, რომელიც გადაეშვა ამ რაღაცა წუთი სოფლის უბედურებაში და აი იპოვა კაცი, რომელსაც უნდა დაეხმაროს. როდესაც ავთანდილი ესეთი ზეაღმატებული პერსონაჟი, რომელსაც მიღწეული აქვს ყველაფერზე ცხოვრებაში, არის მხედართმთავარი, არის მეფის რჩეული, თინათინის რჩეულიც რასაკვირველია როსტევანთან ერთად და რა თქმა უნდა ამ ნადირობაში გამარჯვებული იგი ამტკიცებს, რომ მას აქვს ის სამამაცო ზნე, რომელიც საჭირო არაბეთის მეფობისათვის. იგი მიემგზავრება აი ასეთი მოცემულობიდან მიემგზავრება ტარიელის საძებნელად და უკან ბრუნდება კიდევ უფრო აღმატებული. კიდევ უფრო აღმატებული, იმიტომ რომ მან თავისი თვალით ნახა ნამდვილი სიყვარულის იდეა. ნამდვილი სიყვარულის იდეა, ესა ტარიელისა და ნესტანდარჯანის სიყვარულის იდეა, ნახა ნამდვილი ტანჯული ადამიანის სიყვარულისათვის და ამითი მან კიდევ ერთი ღვთაებრივი ბუნება შეიმეცნა. რასაკვირველია, მას აქვს უკვე სიყვარული, ის დაჯილდოებულია სიყვარულის უნარით, მაგრამ მან ნახა როგორია განწირული და ტანჯული სიყვარული. და როდესაც იგი ასეთი ბრუნდება უკან, ეს გამოხატული არის ძალიან საინტერესო ამბავში რუსთაველთან, იმიტომ რომ როდესაც იგი დაბრუნდება და უკან წასვლას აპირებს, როსტევანთან სათათბიროდ და ამბის მოსაგვარებლად აგზავნის როსტევანის მთავარ ვეზირ სოგრატს. და სოგრატს თხოვს, რომ იქნებ მიშუამდგომლო მეფესთან იქნებ შეატყობინო, რომ მე უნდა წავიდე და ამისათვის მე შენ 100,000 ერთეულ ფულს მოგცემ. და სოგრატი აქ ირონიულად პასუხობს, რომ ეგ ძალიან კაიაო, მაგრამ რა თქმა უნდა ფულიო, როცა მეფეო ალბათო თავს მომაჭრის თუ ამ ამბავს ვეტყვიო. და ავთანდილი და თან სოგრატი ეუბნება, რომ შენო სად უნდა გაიპაროო კაცო, შენო ჯარის მხედართმთავარი ხარ და ქვეყნისთვის სიტყვა გაქვს მიცემულიო და
ავთანდილი პასუხობს, რომ რა გინდათ ისეთი მხედართმთავარი, რომელიც სიტყვის გამტეხი იქნება, რომელიც ტარიელზე მიცემულ სიტყვას ვერ შეასრულებს და აი ეს სოკრატე, რომელიც არის გამოყვანილი სოკრატეს პერსონაჟად, რომელიც არის ესე იგი გონიერი ადამიანის იდეა საერთოდ, ხო, ჭკვიანი კაცის იდეა სოკრატე, აი ეს სოკრატეც კი ავთანდილს ეტყვის, რომ შენო ახლა ჩემს გონებას სინათლე მოჰფინეო. იმიტომ რომ ავთანდილი უკვე რაღაცა ძალიან აღმატებული პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია, რომ აი ესეთი უზარმაზარი ფილოსოფოსი და გონიერი კაციც კი კიდევ უფრო დიდ სინათლეში გაიყვანოს, კიდევ უფრო მზის შუქს აზიაროს, როგორც ეს პლატონის გამოქვაბულში არის, ვიდრე კიდევ არის სოკრატე და აი ესეთი აღმატებული პერსონაჟი არის ავთანდილი, ყველაზე საინტერესო არის სულ დასასრულს, როცა დაბრუნდებიან ტარიელი და ავთანდილი გამარჯვებულები არაბეთში. ტარიელი ეუბნება, რომ მე უნდა გადაგიხადო შენ ეს სამაგიერო და ამიტომ მე გიშუამდგომლებ როსტევანთან შენ თინათინი ცოლად შეკრთოს და როდესაც მიდის და ავთანდილს აქებს ტარიელი ავთანდილზე წერია, რომ თავდახრილი დგას ადამიანი, რომელმაც ამხელა მისია შეასრულა, ორჯერ გადაურჩა ამხელა განსაცდელს, იპოვა კაცი, რომელიც ასეთ რთულ მდგომარეობაში იყო, მოიპოვა ინფორმაცია, რომელიც ერთხელ ტარიელი მოიპოვა და ტარიელზე ინფორმაცია, მეორედ ნესტანდარაჯანზე, რომელიც საერთოდ გაჯეთის ციხეში ყავდათ გამოკეტილი. ეს მისიები შეასრულა, ბოროტება დაამარცხა მისმა მოქმედებამ, ხო, საბოლოოდ დაანგრია გაჯეთის ციხე, არა? და აი ასეთი კაცი ქებაზე მაინც აი თავდახრით დგას. ეს არის გენიალური თვისება, არა ავთანდილისა, ხო? და ამ დროს აი როსტევანი სწორედ აი აქ დასასრულს, ვეფხისტყაოსნის დასასრულს ასრულდება ის კომპოზიციური ერთიანობა. რუსთაველი არის ამ ხრივაც გენიალური მწერალი, რომ ის მას არ ავიწყდება არც ერთი თავის სიტყვა და აი იქ 4 წლის წინ წამოწყებული საუბარი მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს როსტევანმა ვერ იპოვა სამამაცო ზნის მქონე ადამიანი თავის სამეფოში და რა თქმა უნდა ნადირობაშივე უკვე დამტკიცდა, რომ ავთანდილია სწორედ ის სამამაცო ზნის კაცი, მაგრამ ეს სიტყვები როსტევანს მისთვის არ უთქვამს, ანუ არ დადასტურებულა, რომ ავთანდილი სწორედ სამამაცო ზნის კაცია და აი აქ საბოლოოდ ვეფხისტყაოსნის დასასრულს რუსთაველი გადააბამს ერთმანეთს 4 წლის წინ დაწყებულ დიალოგს და აი ამ დიალოგს ტარიელსა და როსტევანს შორის და როსტევანი გახედავს ქებაზე თავდახრილ ავთანდილს და ეტყვის შენ სამამაცო ზნე გამოგჩენიაო.